დღეს არის მეხუთე შაბათი აღდგომის შემდეგ. 3 უпроსწორედ 16 მაისი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 3 მაისი 2026 წელი და გილოცავთ ყველას ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. სანამ გავაგრძელებ საუბარს წმინდა ნინოს გზის შესახებ, უკვე ჩვენ დავიწყეთ ფაქტობრივად ეს თემა, მე შეგვპირდით და კიდევ ერთხელ მინდა დავბრუნდე ისევ აკადემიაში პედაგოგების თემას. მე გამახსენდება დრო და დრო ძალიან მნიშვნელოვანი ამბები და აი დღეს მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო ბატონი რეზო სირაძე. ბატონი რეზო სირაძე, რომელიც მე თქვენ გითხარით, რომ აკაკი შანიძემ გაუშვა პეტრიწონის მონასტერში, სრულიად ახალგაზრდა და რამდენიმე თვე ცხოვრობდა იქა და მოახერხა მოკლედ და აი ერთი ამბავი მინდა გითხრათ ბატონი რეზო სირაძემ ლექციებზე გვიცხრა ერთხელ ესეთი რამ. ბატონი აკაკი შანიძის შესახებ, ესე იგი 90 წლის იუბილეა აკაკი შანიძის. 90 წლის იუბილეა და აკაკი შანიძე გამოიყურება ძალიან ყოჩაღადარი, ძალიან ყოჩაღადარი და მოკლედ ზუსტად აღარ მახსოვს გვიცხრა თუ არა რაღაცა გაუკეთა რაღაცა კომპლიმენტი რომ რა კარგად გამოიყურებითო ბატონო აკაკიო თუ რაღაც აი მოკლედ აღნიშნეს ის რომ ის ესე იგი აბსოლუტურად გარდა იმისა რომ გონება საღი ფიზიკურად იყო ძალიან კარგად ხნეთ რა მოკლედ ძალიან კარგად გამოიყურებოდა და ეს აღნიშნეს და იცით აი რა უპასუხა აკაკი შანიძემ. ესე იგი ისეთ კარგ ხალხთან მაქვს საქმეო, ისეთ კარგ ადამიანებში ვარო, რომ რა დამავერებს, აი რა ანუ ნახეთ ახლა რაზე ლაპარაკი, ეს კარგი ხალხი, ვინც აკაკი შანიძე მიგულისხმება, ესე იგი ეს რეზო სირაძე მოგვიყვა ჩვენ ეს ამბავი. ეს კარგი ხალხი, ვინც აკაკი შანიძე მიგულისხმება, არიან წმინდანები, რომელთანაც მას აქვს უშუალო შეხება, როდესაც ტექსტებზე მუშაობს, როდესაც ერკვევა ამ ამბებში, ამ წმინდა ადამიანის ცხოვრებები, აი ძირითადად აი ამ ლიტერატურაზეა ლაპარაკი რა. ხო და ესე იგი აკაკი შანიძე თავის ცხოვრების უმეტეს დროს ატარებდა ამ ტექსტებზე მუშაობაში. და შესაბამისად იგი შედიოდა ფაქტიურად ურთიერთობაში ამ წმინდა ადამიანებთან და აქედან ღებულობდა პოზიტიურ დადებით ემოციებს, რომელიც მას მატებდა სიმხნევეს. განსხვავებით თანამედროვე ცხოვრებიდან, როდესაც ჩვენ შევდივართ ურთიერთობაში ჩვეულებრივ ადამიანებთან, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში ხა არ ვამბობ რუსულ, მაგრამ ჩვენზე ნეგატიურად მოქმედებენ, ჩვენგან ენერგიას ითხოვენ, ენერგიას გვაცლიან, ხო? კონფლიქტებია, აგრესია. აი ეს არის ის, რაც აბერებს ადამიანს და ეს არის ის, რაც ძალას აცლის, როდესაც უნდა ნეგატიური უარყოფითი, აგრესიული რაღაცა აგრესია მიიღო როგორც ინფორმაცია, მერე გადაამუშავო და რაღაცა პასუხი გასცე ამას, ხო, რაღაც ესეა. ხო და აი როდესაც აკაკი შანიძე ამბობს, რომ ის იმ ადამიანებთან არის, რომელსაც მხოლოდ სიკეთე მოაქვს შენთვის და განდა მისი ცხოვრებისეული რესურსი სწორედ ამან განაპირობა. თავისთავად იცით, როდესაც რეზო სირაძემ ეს ამბავი მოგვიყვა ჩვენ და გვითხრა, ძალიან დამამახსოვრდა რაღაცა შტაბისტილება მოახდინა ჩვენზე, მაგრამ მე ეს ამბავი უბრალოდ დავიმახსოვრე და გამახსენდა ახლა მხოლოდ, როდესაც
მე თვითონ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდი რომ ძირითადად წმინდანების შესახებ და კარგი ამბების შესახებ აი ამას ვიხსენებ, ამას გიყვებით მაგალითად ეხა პატრიარქზე მაქვს ლაპარაკი და გარდა ამისა როცა წმინდანების ცხოვრებას ვკითხულობ და მე თქვენ გიყვებით აი მინდა გითხრათ რომ ფაქტიურად მე გამახსენდა რეზო სირაძის ნათქვამი აკაკი შანიძეზე და აი ასეთ მდგომარეობაში მე თვითონ ვარ ეხლა. როდესაც ძირითადად ჩემს მიმართ აი ძირითადად როდესაც ამ სამყაროში ვარ, რა თქმა უნდა აი მხოლოდ პოზიტივი აქვს. და საოცარი ამბები და ეხლა ამ პატარა შესავლის შემდეგ ვაგრძელებ კარგი ამბების მოყოლას, მოკლედ ვაგრძელებ ჩვენს მოგზაურობას მეუფე დანიელთან ერთად ჩვენ ვიმოგზაურეთ მანქანით წმინდანინოს და რომ გაგვეულო გვენახა ნუ სად მივდივართ და რაღაცა დაგვემახსოვრებინა ნუ რა ვიცი და ნუ ახალ ქალაქში როგორც მოგახსენეთ აი სამწუხაროდ სახელი აღარ მახსოვს ბატრო გავიკითხო სხვათა შორის კი მეტყვიან მაგრამ ეს ალელიშვილი ბატონი გაზეთის რედაქტორი ქართული გაზეთის ქართული ნაწილის რედაქტორი და მოკლედ დავემშვიდობეთ და მე ისე კითხილად ვკითხეთ და სხვათა შორის აი ამან ძალიან დიდი როლი შეასრულა შემდეგში აი ხა ნახეთ რას გიყვებით რომ აი რა ვქნათ ეხა ჩვენ გავდივართ ეხა ახალ ქალაქში ეს კი კაცი კი გვეპატიჟება მაგრამ შუა დღეა რა და ნუ გამომდის რომ დროც მნიშვნელოვანია და რაღაცა და არ და გვინდა წინ წავიწიო და ისე ვკითხეთ ხილად რომ სად შეიძლება რომ დავრჩეთ ამე თუ არის სასტუმრო ნუ რაღაცა ნუ ასპინძაში არის სასტუმრო მაგრამ ახალ ქალაქშიც არის სასტუმრო ახალ ქალაქში ეს გვეპატიჟება ჩვენი მასპინძელი ნუ ასპინძაში არის მაგრამ ნუ რთული თემაა და ჩვენ ესე იგი თან გარდა იმისა რომ ეხა რეალურად ღამე გვაქვს გასათევი გარდა ამისა ნუ ხო უნდა დავგეგმოთ კარგი ეხა წავალთ სადმე ვიპოვით სასტუმროს ახლა ახალციხეში ჩავალთ მანქანით ეგ დავჩვევთ მაგრამ ფეხით რომ მოვდივართ რა უნდა ვქნათ და აი ესე იგი გითხრა რომ პირველი ქართული სოფელი რომელიც შეხვდება გზაზე ეს არის სოფელი ხერთვისი ნუ ამას ახლა უცებ გეტყვით რა არის ნიშნავს ხერთვისი რატო ქვია ეს არის ხანმეტი ესე ქვია პერიოდი ჩვენი ენის განვითარების როდესაც პირის ნიშანი ხ არის აი მაგალითად აქ ლაპარაკი იმაზე რომ აქ ორი მდინარე უბრალოდ ორი ნაკადი ერთმანეთს ერთვის მტკვრის ორი ნაკადი ერთვის ერთმანეთს ამ ხერთვისში ერთი არის ფარავნის მტკვარი რომელსაც ჩვენ გამოვყვეთ და მეორე არის მტკვარი რომელიც თურქეთის მხრიდან მოდის კოლადან იღებს კოლაში სათავეს და ამ ადგილზე ესენი ერთმანეთს ერთვის და აი ძველ ქართულად ესენი ჩვენი წინაპრები ამბობდნენ ხერთვის ერთმანეთს ხო და ეს ხერთვის ანუ შესართავი ფაქტიურად აი ამ ხერთვისი არის პირველი ქართული სოფელი გზაზე და ნუ ჩვენს გადავწყვიტეთ რომ აი ამ პირველ ქართულ სოფელში დავბინავდით ნუ ხა სხვა ჩვენს რო ჩამოვედით უკვე დაბნელებული იყო და აი რა უნდა ვქნათ ახლა ნუ პატარა ქართული სოფელია არავინ არ გველოდება რა და მოკლედ სულ მაინტერესებდა იცით აი სულ მაინტერესებდა ფილმი არის ესეთი ძველი ქართული ფილმია ნუ ამ პერიოდის რაჭა ჩემი სიყვარული და იქ არის ესე დარჩებიან შემთხვევით და რა ვქნათო უცხოეთში არიან რა ვქნათო და როგორ რა ვქნათო კაცო როგორ ჩვენთან ვაკეთებთ ისეო რომ მივიდეთო რა ნებისმიერ სახშიო და დაუძახოთო მასპინძელო ხო და მოკლედ აი მართლა ესე გავაკეთეთ რა რო შევედით სოფელში პირველივე სახლი აი რო შედიხარ სოფელ ხერთვისში პირველივე სახლი გზიდან რო ტრასიდან გადმოუხევ შედიხარ და პირველივე სახლთან გავაჩერეთ მანქანა და ჩამგრალია თინავთ მასპინძელო სხვათა შორის ეს სიტყვა მასპინძელი უდის სიტყვა ასპინძიდან
ანუ პირველი ისტორიულად ესე არის ცნობილი, რომ საქართველოში სასტუმრო როგორც ასეთი, აი ესეთი სახლი, სადაც მიხვალ დარჩები და ნუ გადაიხდიან ფულს, ასპინძაში იყო თურმე პირველი სასტუმრო, იმიტომ რომ ძალიან ეს ასპინძა ნუ მოქმედ მაგისტრალზე იყო რა და ბევრი ადამიანი მიდიოდოდა და ამიტომ პირველი მასპინძლები იყვნენ ასპინძელები და აქედან მოდის მასპინძელო, ანუ ასპინძელო. ხო და ნუ თემატურია, მოკლედ მოვხვდით აქა და ვეძახით, ნუ დამეჯერმე დაუძახეთ ბოლოს აინთო სინათლე. აინთო სინათლე და გამოდის ასაკოვანი, ხა მოხუცი ბერიკაცი გამოდის, ესეთი ჩიატანის სახელი აღარ მახსოვს სხვათა შორის. ხო და ესეთი მოხუცებული კაცია და რომელი ხარო და ნუ ჩვენ ახლა სტუმრები ვართ. ხო და მოვძანდით ბატონო, მოვძანდით. მივედით და მოკლედ რა გაირკვა ესე იგი. რომ ეს კაცი ცხოვრობს მარტო, სულ მარტო. ნუ შვილები ყავს, ახლა მეუღლე გარდაცვლილია, შვილები ყავს, ოღონდ იქ არ ცხოვრობენ და მოკლედ ეს კაცი ცხოვრობს ამ სახში ერთი ადამიანი. ხო და რო გაიგო რაშია საქმე რომ მოუყევთ ესე ჩვენ ვთქვათ რომ უკაცრავად რას ამბობთო სად გაგიშვებთო მოკლედ გაგვიშალა თავისი ხელით საწოლი სამ ადამიანს გვიმასპინძლა გვავახშმა მოკლედ რა გითხრათ რა ფაქტიურად ამან აი ამ შეხვედრამ განაპირობა კონცეფცია მთელი აი ამ წმინდა ნინოს გზის ეხლა რატო ვღელავ ესე იცით რომ ფაქტიურად ჩვენ მოხვდით ძველ საქართველოში აი ისეთ საქართველოში რომელზეც წიგნებში თუ წაიკითხავ ხოლოდ ხო და იმის გამო რომ ეს მხარე დახურული იყო ეს ერთი და ნუ მე ხარ რომ დაიწყება ეს მოგზაურობა ისეთი ამბები უნდა მოგიყვეთ აქ საოცარი ამბები ოღონდ მე მაინც ვერ ბოლომდე ვერ ჩაუგრმავდები საკუთრივ აი მოგზაურობას ხოლოდ ისევ პატრიარქთან მიმართებაში. მინდა გითხრათ, რომ პატრიარქმა ეს ყველაფერი რაღაცნაირად წინასწარ იცოდა, სად გვიშვებდა, ვისთან გვიშვებდა, ნუ როგორ იქნებოდა ეს ამბები რა მოკლედ, ხო და? მოკლედ ამ კაცმა მთელი სულით და გულით გვიმასპინძლა და როდესაც ნუ ვისაუბრეთ, მე რომ გამოვკითხეთ, რა იქნებოდა და როგორ რას ვაპირებდით, გითხრა რომ რას ამბობთო, არაფერზე არ იფიქროთო, აბსოლუტური დაბეჯითებით, დარწმუნებით გითხრა რომ აქაცო აი ვისთანაც გინდათ მიდითო და ჩვენ ვთქვათ რომ ბევრი ვიქნებით, რას ლაპარაკობთო. მე ისეთი ხო გითხარით რაღაც საოცარი ამხრივ იყო საოცარი ამბები მე საოცარი სრულებით. როგორ შევედით ამ ხალხთან ურთიერთობაში. ეს იყო ალბათ ერთ-ერთი მთავარი ჩანაფიქრი. მარტო კი თავიდან როგორც მოგახსენეთ ეს კარვები შევიძინეთ, ნუ აი ხა ამ პროდუქტებზე უნდა მოგიყვეთ რაღაცა, მაგრამ პირველმა გზამ აჩვენა, რომ ფაქტიურად სულ ორჯერ გავათიეთ ღამე კარვებში და ახლა სადღაც მივალ მაგამდე. ნუ მოკლედ ესე იგი ამ მასპინძელთან დავრჩით. მერე დილით გავიღვიძეთ, ხერთვისიც ვნახეთ, ყველაფერი გამოვიკითხეთ იქ რა იყო, მერე გავაგრძელეთ გზა ასპინძაში გავჩერდით. იქაც არაჩვეულებრივი ხალხი გავიცანით და ფაქტიურად ჩვენ ესე იგი ეს ერთი სასაზღვრო ეს საგუშაგო აი ამ უღელტეხილზე იყო ფარავნის უღელტეხილზე და მეორე იყო აწყური არის ასეთი სოფელი ახალციხესა და ბორჯომ შორის დიდი სოფელია ღონიერი აწყურის ციხეა და გარდა ამისა არის აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარი რომელიც ეხლა
არც ვიცი ჯერ უკვე დამთავრდა თუ არა რესტავრაცია, რაღაცა გრანდიოზული ტაძარია რა. მოკლედ აი ამ აწყურთან იდგა ეს შემდეგი უკვე ეს საგუშაგო, სასაზღვრო და ნუ მეორე დღეს გავიარეთ ეს ყველაფერი ჩვენ და მგონი მეორე დღესვე იმიტომ რომ მე აღარ მახსოვს რომ ღამე დავრჩენილიყავით იქა და მეორე დღეს ჩამოვედით უკვე თბილისში და რა თქმა უნდა ალბათ იმავე დღეს არა და მეორე დღეს უწმინდესთან პატრიარქთან ვიყავით და მოუყევით მოკლედ ეს ყველაფერი. ნუ ძალიან კმაყოფილი დარჩა მისი უწმინდესობა ამ ჩვენი მონათხრობით, ჩვენი მოგზაურობით და ბოლოს ნუ უკვე დავიწყეთ ძალიან სერიოზული სამზადისი, ნუ ახლოვდება უკვე ეს. ეხლა 1 ივნისი არის, 1 ივნისს უნდა დაიწყოს ეს მოგზაურობა, 1 ივნისს და ნუ 1 ივნისს უნდა ჩატარდეს წირვა, ეხლა მე ნელ-ნელა გადავდივარ წირვის ამბებზე, თუმცა ჯერ მინდა მაინც მოგიყვეთ როგორი არის ჩვენი სამზადისი, იმიტომ რომ 1 ივნისს ჩვენ უკვე მთელი ჯგუფი უნდა წავიდეთ ამ ავტობუსით. ნუ ვიღაცა ალბათ იქ ჩამოვა, მაგრამ ნუ ეს ავტობუსი სხვა ტრანსპორტი არ არის, იმიტომ რომ ეს ყვითელი პაზიკი ესე ვეძახდით, ზუსტად არც ვიცი როგორ შეიძლება სხვანაირად თქვა ეს ავტობუსი. მოკლედ ამ ავტობუსით მივდივართ და ამ ავტობუსში უნდა ჩავეტიოთ ყველანი რა. ნუ ძალიან ცოტა ადამიანი 30 კაცი, თუ ჩაეტია, ეგეც ბევრია და ხო და ამ ავტობუსში უნდა ჩავეტიოთ. და რაღაც ნაწილი მერე აღარ მახსოვს კიდე ჩვენ სხვა ავტობუსები ქონდა თუ არა, ამას ვეძებ, ყველაფერს ვერ ვიხსენებ, მაგრამ ნუ პატრიარქმა ეს ავტობუსი გამოგვიყო და უნდა ჩავალაგოთ კიდე, ჩვენ გვაქვს ესე იგი ადგილი ერთადერთი სკამების ქვეშ თუ რამე დაიდება და ნუ ერთი რაც მახსოვს ეს გითხარით ეს თერმოსები შევიძინეთ, ყუთები, რამდენიმე ყუთი თერმოსი იყო. რომელშიც ალბათ 30-დან 40 კაცამდე, ალბათ რა ვიცი, ეს რაოდენობრივად ვიქნებოდით და ესე და ეხლა კიდე ერთი საოცარი ამბავი უნდა მოგიყვეთ, როგორ გამოიყურებოდა ეს ყველაფერი. მოკლედ ჩვენ ესე იგი უნდა შევიძინოთ რაიმე ისეთი პროდუქტები, რომელიც არ გაუძლებს ამ მოგზაურობას, რომელიც არ გაფუჭდება და ნუ 99 წელია ეხლა საბჭოთა კავშირია მაინდა-მაინც რო გითხრათ ეხლა დიდი არჩევანი ამისია ყველაფერი კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ რომ ყველაფერი უნდა იშოვო ადამიანმა რა იშოვო მაღაზიაში კი ვერ მიხვალ და კი ვერ იყიდი როგორც დღეს უნდა იშოვო ხო და ეხლა ესე იგი რა უნდა ვჭამოთ ამ გზაზე და პირველი რაც მომივიდა თავში ისევ აი ამ ჩემი გამოცდილებით ექსპედიციიდან ეს არის, ნუ ძეხვი რა თქმა უნდა, ძეხვი უნდა შევიძინოთ, პურს გზა შევიყიდით. ოღონდ ეს ძეხვი რაც იყიდება მაღაზიაში, რაც იყიდება ეს დოქტორის თუ რა ვიცი, ექიმის თუ რა ვიცი როგორ ქვია, დოქტორსკაია კალბასა, ესე დოქტორი. ესე ვეძახდით ამ ძეხვს. ეს არ ვარგა, იმიტომ რომ ვერ გაუძლებს ეს ტრანსპორტირებას. ხო და ნუ გვინდა ან შებოლილი ძეხვი, რომელიც კი იყიდებოდა მაშინ ეს მონადირის ძეხვი, მაგრამ ძალიან ძვირი იყო. ნუ იმას ახლა ჩვენ ვერ შევწუდებოდით. ძალიან ძვირი იყო, ხო და ნუ აი ნახევრად შებოლილი ძეხვი კი უფრო ის იყო. უფრო ხელმისაწვდომი იყო, ოღონდ ახლა ნახეთ. ეს ნახევრად შებოლილი ძეხვი არ იყიდებოდა ესე მაღაზიაში. მაგრამ იშოვებოდა კი, ნუ აი დრო და დრო გამოჩნდებოდა ხოლმე და ესეთი საოცარი ამბავი მოხდა, სადაც მე მაშინ ცხოვრობდი, ეს არის ვაკის საცურაო აუზი და აი იქ იყო კორპუსები და აი იმ კორპუსებში ცხოვრობდი, ერთ-ერთ კორპუსში და ჩემი მეზობელი ზუსტად ჩემს სადარბაზოში ცხოვრობდა, ნუ იქ ახლა როგორც ერთი ოჯახი მთელი სადარბაზო ესე ვიყავით რა და არაჩვეულებრივი პიროვნება, მისი სახელი მინდა რომ დავასახელო. ანტონის სახელი და შავლაყაძე გვარი. დღესაც სხვათა შორის მე კი აღარ ვცხოვრობ იმ სადარბაზოში, მაგრამ ჩვენი სახლი ისევ დღესაც იქ არის და
და ანტონიც ჩვენი მეზობელია დღემდე. ხო და აი ეს ანტონი მუშაობდა, ну ვიცოდით უბრალოდ, მუშაობდა ძეხვის ფაბრიკაში თუ სადღაც. ეს იყო სადღაც იცით რა მხარეს, აი რუსთავისკენ რომ მიდიხარ, გზაზე იყო სადღაცა, მოკლედ ეს რუსთავის გზაზე იყო ეს ძეხვის ფაბრიკა და ну ანტონს ვკითხე რომ თუ არის საშუალება რომ თუ ჯერთი თუ აქვთ ეს ძეხვი ქარხანაში და მეორე ესე იგი თუ შეუულიათ რომ ну ჩვენ რომ მივიდეთ და შევისყიდოთ რა თქმა უნდა ეს ძეხვი და მოკლედ რომ მივაკითხე სამსახურში. ну დაგვთა ეს ბატონი ანტონი, მაშინ ახალგაზრდა კაცი იყო. ხო და ну არ ვიცი ზუსტად ვერ გეტყვით რა პოზიციაზე მუშაობდა მაშინ. მოკლედ შემიყვანა დამათვალიერებინა და რამდენი გინდა თო მითხრა. ხო და ეხლა მე იმას ვფიქრობ რომ რამდენი გვინდა, ну ავტობუსით მივდივართ რა უნდა უყო ამ წელს ეხლა საჭევინახო ესე და მოკლედ დავთვალე, ეხლა რა დავთვალე. მოკლედ გადავწყვიტეთ რომ ეს ძეხვი ჩამოვკიდოთ ხელის ავტობუს ხოქეს ხელის მოსაკიდებელი. ხო და დავთვალე რამდენი ძეხვი დაიკიდება იქ. რომ ესე იგი ეს ფარდასავით, მოკლედ თელ სიგრძეზე ყველგან ხელის მოსაკიდი სადაც არის კიდია ძეხვი ავტობუსში. ჯერ სრული ხო დგას მე ხეს ვეღარ მოკიდებ ვერაფერს, მაგრამ რა ვქნათ, ну სხვა ადგილი ფიზიკურად არ არის და დავიანგარიშეთ და ესე იგი რისი იმედი მაქვს ეხლა. არ ვიცი ეხლა დღეს მე მგონი აღარ არის საჭირო ესეთი ხრიკები, მაგრამ აი ესეთი რამ უკვე ამ სტუდენტური ცხოვრებიდან ვიცოდი, რომ აი ამ ნახევრად შებოლილ ძეხვს თუ გარედან წაუსვამ ზეთს, ესე იგი ცოტა ხანში ის ხმება, ეს ზეთი ამას რაღაცნაირად ესე იჭმუჭნება რაღაცნაირად გარეგნულად, მე კი ძნელი არის კანის გაცლა, მაგრამ შესაძლებელია და სამაგეროდ ახმობს გარედან ისე რომ აღარ ფუჭდება ეს ძეხვი. მოკლედ ძეხვს ჩამოკიდებულ ძეხვს თუ ზეთს წაუსვამ, უკვე მაცივარი აღარ უნდა იმას. ხო და აი ამის იმედად მოკლედ ვიანგარიშეთ ეს ყველაფერი და ესე იგი ანტონმა იცოდა უკვე რისთვის გვინდოდა ეს ძეხვი და თქვა რომ მე მინდაო რომ აი ამ მოგზაურობასო, აი ამ უდიდეს წამოწყებას ჩვენი მხრიდანო ჩვენ შევწიროთო ჩვენი ქარხნის სახელითო რა, ამ ფაბრიკის სახელით და მოკლედ ფული არ გამოგვართო საერთოდ. აი დღემდე ისე მაქვს ეს ჩარჩენილი. ისიც რა იყო საქმე, რომ კი უწმინდესმა მოგცა ჩვენ ეს თანხა, მაგრამ ნუ ახლა ერთი ის თანხა რაც მოგცა, ესეც ახლა საზღვრო არ იყო, ახლა უნდა ეკონომია გვეკეთებინა, ნუ აუცილებლად რომ აი ამაში იმდენი, იმაში რამდენი დაიხარჯება და ხო და ეს ერთი, მაგრამ მეორე მაინც თავარი ეს იყო, აი უკვე იგრძნობოდა, როგორი იქნებოდა ხალხის დამოკიდებულება, აი ამ მოგზაურობისადმი და აი ის იგრძნო თვითონ პატრიარქმა. რომ ეხლა დღეს აი ეს არის ის რაც აი ამ ნუ ხა 70 წელზე აღარ ვლაპარაკობ როგორი რა უქნა ადამიანების ცნობიერებას, მაგრამ აი 9 აპრილი გვაქვს სულ ახალი გადატანილი. კი ეს ყველაფერი მან 9 აპრილამდე აი წინა ზაფხულს თქვა რომ იქნება ესეთი მოგზაურობა, მაგრამ მე ვფიქრობ რომ აი ნოემბრის მოვლენებმა რაც მოგიყევი და განსაკუთრებით 9 აპრილმა აი ესეთი რეაგირება იყო პატრიარქის. აი პატრიარქს სხვათა შორის ეხლა არ ვიცი ხო თანდათანობით უნდა მოგიყვეთ ესეც. პატრიარქს ნათქვამი აქვს ჩემთვის პირადად და ისედაც სულ ამბობდა რომ როდესაც წინააღმდეგობას ხედავ, როდესაც რაღაცა შენს წინაშე არის კედელი, ესე იგი სულ არ არის აუცილებელი ამ კედელს თავით დაეჯახო. ესე იგი ჯობია ცოტა ხანი გაჩერდე, დაათვალიერო ეს კედელი და მონახო საიდან შეიძლება რომ კედელს შემოვარო. აი ესეთი ანდაზასავით რაღაც აფორიზმი აქვს ნათქვამი, ოღონდ პატრიარქის ცხოვრების პრინციპი იყო ეს. არ ვიცი ამას ნაცვალგება შეიძლება უწოდოთ თუ არა, ნახეთ ხე რა მაქვს ქვედელობაში რომ არის რაღაცა რაც გარდაუვალია, არის რაღაცა, ну აი ქართული ანდაზა არსებობს ესეთი ძალა აღმარts ხნავს. ხო და აი როდესაც ეს ძალა ხნავს აღმარts ვერაფერს ვერ იზამ. ეხლა მაშინ
როცა ეს ანდაზა შეიქმნა, არ ვიცი ეს ტრაქტორი არსებობდა თუ არა, მაგრამ ტრაქტორი დაადებს თავს და მიდის და იმას ახლა ვერაფრით ხელით ვერ გააჩერებ ამ ტრაქტორს. ხო და აი ზალა როდესაც აღმართ ხნავს, აი ხა რაც იყო ეს 9 აპრილი მაგალითად, ეს 9 აპრილის ამბები კიდე ხო გითხარით, პატრიარქისგანაც მე მოგვიანებით გვიყვებოდა როგორ უპირებდნენ პატრიარქს მოტყუებას, რომ არაფერი არ იქნება. პატრიარქს გაყვანა უნდათ ძალიან და თხოვდნენ რომ მობზანდით იქნებ კაბინეტში დავილაპარაკოთ. ნუ ესეთი რთული სიტუაცია იყო და პატრიარქი არაფრით არ შევიდა შიგნით. აი როდესაც პატრიარქი მივიდა ამ 9 აპრილის აი ეს ნუ მომიტინგეები, რა ვიცი როგორ ქვიათ, მაგრამ ნუ უშიმშილეები იყვნენ, ნუ ისხდნენ იქ იდგენ მთავრობის სასახლის წინ. და პატრიარქი როდესაც მათ სიტყვით მიმართავდა, ესე იგი უკანა მხარეს მთავრობის სასახლიდან, ნუ იქ მთელი ამბები ხდებოდა მთავრობის სასახლეში, ხა ამ სახელებს და გვარებს აღარ დავასახელებ და ხო და მოკლედ პატრიარქთან მოვიდნენ იქიდან და ეუბნებიან რომ იქნებოდ ჩვენ წავიდეთო და მოვილაპარაკოთო იქაო და პატრიარქი მობზანდითო თუ შეიძლება აქ ხა იმ ხმაურში ვერ დავილაპარაკებთო და მობზანდითო და რომ მივიდა პატრიარქი სვეტებთან უკვე აი შენ რო შედიხარ შიგნით უთხრეს იცით რა აქ კი არა აი აქ შევიდეთო უფრო ღრმად შიგნით და პატრიარქმა თქვა რომ მივხვდიო რომ ესე იგი ესენი უნდათო ჩემი გატყუებაო აქედან რომ შემიტყუო შიგნითო მე არ ვიცი რას უზამდნენ ჩაკეტავდნენ თუ რაღაცა მოკლედ და აი ესე მოაშორებდნენ პატრიარქს რა პატრიარქმა თქვა არაო მაშინ არ გვინდაო ლაპარაკიო და მოტრიალდა და მივიდა და ეს ფოტოც ცნობილი ფოტო ეს არის ბატონი იური როსტი, ცნობილი ჟურნალისტი, იმის გადაღებული ფოტოა ეს, რომელიც აი 9 აპრილის, ნუ ფაქტიურად ეს ფოტო იქცა, შეიძლება ითქვათ აი ამ ამბის სიმბოლოდ თუ ამ ამბის ნუ აი ცხადია ის ერთი ფოტო პატრიარქის როგორ იყურება, იმ წუთშივე ხვდები რომ ეს არის 9 აპრილზე საუბარი. ხო და მოკლედ იმას ვამბობ რომ აი ეს თავისი თვალით ნახა ეს ყველაფერი პატრიარქმა, თავის თვალით ნახა და აი ეს არის ეხა რას ვამბობ რომ აი ეს არის რეალობა. ეს არის რეალობა აი ამ მანქანის, აი ამ რაღაც საშინელი ურჩხულის წინაშე ვდგავართ, რომელსაც არაფერი არ ადარდებს კი არა, არაფერი არ აჩერებს აი ამ თავის ამ ესე იგი აი ურჩხულის გზაზე. წალეკავს ყველაფერს. აი ესეც იყო ამ 9 აპრილს ცნობილი კადრებია ესეც რომ აი ტანკი მოდის და ჯოხს რო ურტყამს ვიღაცა. ჯოხს რო ურტყამს და რო ჯოხით ტანკს ვერ გააჩერებს ცხადია. ხო და აი ესეთი ამბავი მოხდა და რომ მოხდა ეს ამბავი გრძელდება კიდევ კი არ დამთავრებულა ეს. კი არ დამთავრებულა და აი ნახეთ აი პატრიარქი როგორია. ესე იგი თუ იქ ვერაფერი გააწყო ხალხმა ცალკე არ დაუჯერა თორე ეს იმაში ქაშვეთში რო შევსულიყავით არ ვიცი რა იქნებოდა მოუწოდა ხალხს როგორ განვითარდებოდა მოვლენ ეხა ძალიან ძნელია ამას ვაპარაკ მაგრამ ნუ ფაქტია რომ აი ამ უდიდესი რაღაცა საშინელი ძალადობის წინაშე აღმოჩნდა წარმოიდგინეთ რა ესე იგი აი ამ ასეთი სტრესის შემდეგ პატრიარქი რას ფიქრობს ესე იგი სათხედავს გამოსავალს ფიზიკურად გეოგრაფიულად სრულებით სხვაგან და ეს ისტორიულადაც ესე ხდებოდა სხვათა შორის ისტორიულად გრიგორ ხანძთელი შემთხვევით არ წავიდა ამ ტაო-კვარჯეთის ამ ადგილას სადაც ნუ მაშინაც ძალიან ძიმე სიტუაცია იყო ქვეყანაში და იქ კი სრული სიცარიელე იყო და სხვათა შორის ეროვნული მოძრაობა რო იწყებოდა ეს ბატონ ზვიად გამსახურდიას ეხება ახლა და მერაბ კოსტავას და რაღაცა უკვე ეს პირველი პერიოდი რო დაიწყეს ხალხთან შეხვედრების ესე იგი ხო საჭიროა რომ შეიკრიბოს ეს ამდენი ხალხი და რომ მოილაპარაკონ ამ ყველაფერზე ხო და ეხლა თბილისში ეს არის გამორიცხული რა იმიტომ რომ ეხლა კი ეხლა ვიძახით ამ სიტყვებს კგბ და რაღაც საბჭოთა კავშირი და მაგრამ ნუ ხა ისინიც ხო არ ძინავთ ეხლა იმად და ისინიც ეხლა თლათ ისინი მოაზროვნე ადამიანები არიან ხო იქაც და რაღაცნაირად ისინიც ხო ცდილობენ როგორ გააკეთონ და რა გააკეთეს ამათმა ესე იგი აი სადაც ახლა ჩვენი ეპარქიაა ჯავახეთში
სოფელი სამება არის იქა, ოღონდ რამდენიმე ქართველი ცხოვრობდა სულ მაშინ, რამდენიმე ქართული ოჯახი და აი ამ სამებაში მე გვიან რომ უკვე რომ დავიწყეთ 90-იან წლებში სიარული და ამ წმინდა ნინოს გზაზე რაღაცა მე გავიგეთ რომ თურმე იქ ჩადიოდნენ სპეციალურად და იქ იკრიბებოდნენ. არ ვიცი როგორ ახერხებდნენ ამას. მაგრამ ნუ მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ეს იდეა რომ აი რაღაცა სხვა ადგილიდან დაიწყო ფიზიკურად და სხვა სრულებით სხვა ეს იყო აი ძალიან ჯანსაღი და კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ რომ ალბათ ესეც წარმოდგენილი ქონდა პატრიარქს ესე იგი რამაც მე ზოგადად აი სახე რომ წარმოიდგინოთ ამ წმინდა ნინოს გზაზე მსვლელობის წარმოიდგინეთ აი ადამიანების დიდი რაოდენობა რაც მაშინ წარმოუდგენელი იყო დიდი რაოდენობა მოდის გზაზე ტრასაზე ტყეში აი მოდის ეს ხალხის ნაკადი დიდი ნაკადი მოდის და სულ აი გზაზეც რომ დავდიოდით ხოლმე ეს მანქანები აჩერებდნენ ხო და რა ხდება სად მიდიხართ რაღაც ადამიანს იმედი უჩნდება რომ აი მოსიარულე ხალხს რო უყურებს რომ სადღაც მიდის რომ ვიღაცას რაღაცა კონკრეტული ჩამოყალიბებული მიზანი აქვს რომ აი სადღაც უნდა მივიდეს აი რაღაც ეს ყველაზე მეტად ესაკლდა მაშინ ჩვენ საზოგადოებას და ალბათ ეს იყო რომ წარმოიდგინა ჩვენმა პატრიარქმა რომ როგორ გავივლიდით ფეხით გზას ფარავნის ტბიდან ცხეთამდე აი თვითონ ეს იდეა გარდა იმისა რომ თავარი რაც არის რომ ეს არის მომლოცველობა ეს არის მოლოცვითი მოგზაურობა რომ წმინდა ნინოს მიმართ მოლოცველობთ ეხლა მოგიყვებით თანდათანობით მოგიყვებით როგორი იყო ესე იგი აი ეს სახე აი ამ ესე იგი აი გარეგნულად როგორ გამოიყურებოდა ეს ყველაფერი არის პატრიარქის მოფიქრებული და რაც თავარია ეს ყველაფერი იწყება აი ამ ფარავნის ტბიდან ფარავნის ტბაზე ეს 20 ჰექტარი მიწა გადმოეცა საპატრიარქოს 88 წელს და რა თქმა უნდა პატრიარქმა მთელი ძალები მიმართა აქეთ ბატონი გიგაბათიაშვილი იყო არქიტექტორი მე პირადადაც ვიცნობდი მას ბავშვობიდან სამხატვრო აკადემიიდან ჩემი მშობლები იქ მუშაობდნენ და ამიტომ ეს ბატონი გიგაც ნუ როგორ გითხრათ პირადი ოჯახური ურთიერთობა მქონდა თამამი ჩემის მეგობარი იყო და მოკლედ გიგაბათიაშვილს დაევალა აი ეს შენებლობა უნდა აეშენებინა საცხოვრებელიც მონასტრისთვის და უნდა აეშენებინა რაც თავარია პირველი რაც უნდა აშენებულიყო ეს მე მოეწყო ეს ყველაფერი მაგრამ პირველი რაც უნდა აშენებულიყო ეს იყო ტრაპეზი ღია ცის ქვეშ ტრაპეზი ანუ აი ეს ტრაპეზა ნიშნავს ბერძნულად მაგიდას იმიტომ ქვია და საკურთხეველში როდეს აი ეს მაგიდა მთავარი მაგიდა რაც არის სადაც წირვა აღესრულება ნუ აი ეს უნდა დადგმულიყო იქ დადგმულიყო რას ნიშნავს ესე იგი აქ ლაპარაკია დიდ ნუ ეს უნდა ნახოთ ახლა მე ესე ამას ყველაფერს ესე ვერ მოგიყვებით დღემდე დგას მოკლედ მაშინ აშენებული ეს ღია ტრაპეზი დღემდე არსებობს კი არა ძვრა არა რა ნუ დიდი ორმო ამოიცხარა ჩაისხა საფუძველი შესწავლო როგორც წესდარიგია ყველაფერი შეისწავლის და ნუ ფაქტიურად საფუძველი ჩაეყარა ამ ყველაფერს და ეს დიდი ბეტონის ნუ არ ვიცი ქვის მოკლედ ეს ტრაპეზი აი ამ 1 ივნისისთვის უნდა ყოფილიყო მზად როგორია იცით კიდევ ყველაფერთან ერთად ნუ ბაზალტით არის გაკეთებული და მოედანია და მოედანზე დგას ამაღლებული ნუ ამბიონი კი არა საკურთხეველი ფაქტობრივად ეს არის საკურთხეველი ღია ცის ქვეშ და აი ეს ტრაპეზის გარშემო არის ამ ბაზალტის ფილებით არის მოპირკეთებული და თითოეულ ფილას აწერია აი ეს 10 მცნება რომელიც აი ეს 10 წინადადება რომელიც წმინდა ნინოს თვითონ უფალმა გადაცა ეს გრაგნილი და ეს ნუ ხა წმინდა ნინოს ცხოვრებაში ეს ყველაფერი და ეს ტექსტიც არსებობს და აი ეს ტექსტი არის ის 10 მცნება რომელთაც წმინდა ნინომ უნდა იხელმძღვანელოს ამიტომ არის რომ წმინდა ნინოს მეორე მოსეს
უწოდებენ და აი ეს წინადადებები ყველანი იყო ამ ტრაპეზის გარშემო ქვაში ამოკვეთილი. დღესაც ესეა. დღესაც ესეა, იმიტომ რომ არა ისე გაკეთდა მაშინ ეს ტრაპეზი, რამდენი წელი გავიდა, ხო 99 წლის მერე, აგერ მალე 40 წელი შესრულდება და აი დგას ამ ზამთარ ზაფხულ ღიაცის ქვეშ ეს. სადაც აი ეს პირველი წირვა შესრულდა, ნინოობის წირვა და სადაც ესე იგი უკვე ყოველ წელს წმინდა ნინოს დღესასწაულზე ეს წირვები აღესრულება. ეს მოგიყევით ეს ძეხვების ამბავი. ძეხვების ამბავი მოგიყევით და ჩავედით ესე იგი, და სხვა პროდუქტები, უამრავი პროდუქტი მოვიმარაგეთ, რაც შეიძლებოდა მოკლედ ესეთი კონსერვები რა. ზოგი შუშის კონსერვები იყო, ბადრიჯნის მაგალითად, ბადრიჯნის ხიზილალა, მაშინ ეს არის შოვებოდა, ვიშოვეთ, მე ამას რა მოყვავა, კიდე მე მოგიყვებით. ამ ხიზილალა დღეს ჩაგვაგდო და მოკლედ ესენი ეს ყველაფერი მოკლედ უკვე სამზადისია რა, უკვე სამზადისია, გამოცხადდა პატრიარქმა დიდი სიხარულით გამოაცხადა, რომ აი ვისაც გნებავ ჩამოვძანდით. ოღონდ ესე ადვილი არ იყო, მაგრამ მაინც ხელისუფლებასთან მოლაპარაკება იყო, რომ ამ დღესასწაულზე ხალხი ჩამოსულიყო. ესეც წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ხო გეუბნებით რამდენიმე კვირით ადრე საბუთები უნდა ჩააბარო რაღაცა, მაგრამ როგორც ჩანს ახლა ზუსტად ვერ ვიხსენებ ერთს ამას, როგორც ჩანს ეს პატრიარქმა ეს მოლაპარაკება, მოკლედ შედგა ხელისუფლებასთან, რომ მაინც სურველები, ცხადია იქ საბუთები უნდა შეემოწმებინათ რაღაცა, მაგრამ მაინც ვინც ამ დღესასწაულზე მოდის, რომ გამოეშვათ, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, აი ესე იგი საიდან დავიწყე ხა ეს საუბარი, რომ 9 აპრილის შემდეგ აი პატრიარქის რეაგირება ამ 9 აპრილზე ალბათ ეს იყო რა, რომ აი ამ ხელა დღესასწაული მთავრობა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო თვითონ, დაითრგუნა ძალიან ეს ჩვენი მთავრობა, რომ ძალიან მძიმე რამე მოხდა და აი რაღაცა თვითონაც ეძებენ ამ გზებს როგორ შემოირიგონ ეს ხალხი თუ რაღაცა და მოკლედ აი ამაზე პატრიარქს უარი არ უთხრეს. უარი არ უთხრეს და აი ეს 1 ივნისის დღესასწაული მოკლედ ესე დაიგეგმა ერთი წუთით. მე ესე იგი უახლოვდები, ახლა თვითონ უახლოვდები 1 ივნისს, იმიტომ რომ იქ ისეთი ამბავი მოხდა ამ 1 ივნისს, რომელმაც ასევე შეიძლება ითქვას განსაზღვრა, ესე იგი შემდგომი მოგზაურობის შემდგომი სახე თუ ბედი თუ რა ვიცი. ხო და აი ხა ამ ამბავს მოგიყვებით ალბათ და ალბათ დღეს ამითი დავასრულებთ. მოკლედ საღამოს 6 საათზე არის დანიშნული ლოცვა ღიაცის ქვეშ. ღიაცის ქვეშ და ჩვენ რა თქმა უნდა ადრე ჩავედით. ეს ჩვენი ძვირფასი კარვები დღისითვე გავშალეთ, აბა ღამე ხა იმის გაშლა წარმოუდგენელი იყო. ეს ლეგიონერები ხო და მოვეწყვეთ ახლა ზურჩანთები კი ჩვენა გვაქვს, ჩვენთან არის, მაგრამ სადღაც ერთ ადგილას დავაწყოთ, მაგრამ ეს კარვები აი ამ ღიაცის ქვეშ საკურთხევლის ქვემოთ ტბის მიმართულებით იქ დავდგით მოკლედ ეს ულამაზესი ფერადი კარვები, თან დიდი კარვებია და მოკლედ ესე იგი ესეთი გეგმა გვაქვს, რომ საღამოს ლოცვის შემდეგ საგზალი გვაქვს ბატონო და ვივახშმებთ და შემდეგ ამ კარვებში ვაპირებთ დაძინებას. აი ესეთი არის გეგმა. მოკლედ მოახლოვდა 6 საათი, მეუფე ანანია ჯაფარიძე არის იმ ხარის მღვდელმთავარი, ესე იგი ეს ახალციხიდან ესე იგი აი ეს მთელი ესე დღეს რამდენიმე ეპარქიაა იქ. ხო და ეს იყო ერთი ეპარქია და მეუფე ანანია მახსოვს ტრასაზე დგას და უწმინდეს ელოდება, რომ უჩვენოს სადგად მოუხვიოს და რაღაცა. ოღონდ მაინდა-მაინც
1 ივნისი კი არის, მაგრამ აინდა-მაინც ამინდი ვერ გვიწყობს ხელს. ძალიან ღრუბლიანია, ცივა იქა, ესე იგი ამ დროს და ველოდებით, ახლა პატრიარქი უნდა მობრძანდეს და გამოჩნდა ეს კოლონა პატრიარქი მობრძანდა, ნუ გადმოუხვია ტრასიდან, ხო ტრასათორე ხა ისეთი საშინელი გზა იყო, მე ამაზე ცალკე მოგიყვებით, ნუ როგორც იქნა ჩამობრძანდა და გადმოუხვია უკვე ტბის მხარეს უნდა გადმოუხვიოს და უნდა მოვიდეს ამ ღია ტრაპეზთან. მოკლედ, ღია ტრაპეზთან, ესე იგი რომ გაჩერდა ეს მანქანა. ოღონდ ეხლა არაფერს არ ვაჭარბებ, აი ზუსტად რაც მახსოვს იმას გიყვებით და ოღონდ ეს ეხლა წინასწარ გეუბნებით რომ 3 წელი ზუსტად ასეთნაირად ხდებოდა. შემდეგია 90 წელი, 91 წლის 1 ივნისს, აი ზუსტად, ესე იგი პატრიარქი გადმოდის მანქანიდან და სანამ მანქანიდან ამ ღია ტრაპეზამდე მივა, ესე იგი წამოვიდა ეს საშინელი წვიმა, ნუ კოკისპირული წვიმა. რომელსაც ნუ არაფერი არ შორის. ერთ-ერთი კიდე კარგი პატრიარქის, ნუ ჩვენ ჩაცმულები ვართ ყველანი, ხა ყველაფრისთვის მზათა ვართ, იმიტომ რომ უნდა ვიაროთ ამ გზაზე, სად მივდივართ ესეც ხო არ ვიცით და პატრიარქი კიდე კარგი პატრიარქის და დაცვა მაშინაც შოთა იყო, არ მახსოვს ამ შოთას გვარი. ოღონდ ეს შოთა ის იმ რაღაცა სახეა, იმ გარემოსი რა. ხო და ნუ ცხადია რომ ეს ხელისუფლების მიერ არის დადგენილი ეს დაცვა, მაგრამ ნუ შოთა რა. მოკლედ შოთას აღმოაჩნდა კოლგა. აუშალა პატრიარქს ეს კოლგა. პატრიარქი მივიდა აი ამ ღია ტრაპეზთან, ამ თავსხმა წვიმაში, ემთხვია ამ ტრაპეზს და რომ გამობრუნდა, ესეთი რამ გვითხრა. ესე იგი, ახლა რომ წარმოიდგინოთ კიდე სიტუაცია, ნინო წმინდის რაიონული ხელმძღვანელობა, რა თქმა უნდა, არის ჩართული ამაში, დავალებული აქვს და მათ მოიტანეს საიდანღაც მოიტანეს დიდი სამხედრო კარავი, დიდი რუსული სამხედრო კარავი, ნუ რა ვიცი, აი ყაზარმები კეთდებოდა ხოლმე შიგნით. ამ სამხედრო კარვის დანიშნულება იყო ის, რომ სადღაც თუ გადის ჯარი, მოქმედი ჯარი თუ გადის სადღაც და სადღაც უნდა გაათენონ ღიაცის ქვეშ, რამე ეს კარავი იდგმება. მოკლედ ეს დიდი კარავია დადგმული. ნუ ახლა ძალიან დიდიც არ არის მაინდა-მაინც, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ეს დიდი კარავი, სამხედრო კარავი არის შორი ახლოს. რატო? იმიტომ რომ მეორე დღეს ამათ დავალებული აქვთ, რომ ნუ წირვის მერე სადილი უნდა გააკეთონ. ხო და ნუ აქ ეს ისეთი თემაა, რომ სადაც უკან არავინ არ იხევს საერთოდ, ხო და აი ამ კარავში უნდა მაგიდები ჯერ არ არის შემოტანილი, მაგიდები უნდა შემოიტანონ, აი ეს ადრე ესე ეძახდნენ ქელეხის მაგიდები, აი ესეთი რომ ადვილად იშლება სკამებიც, ხო და მოკლედ ესე იგი ამისთვის არის სამზადისი. ეს კარავი უკვე დგას და რომ მოbrunდა პატრიარქი და ხედავს რომ აი კოკისპირული წვიმა, კოკისპირული. ესე იგი და ამბობს რომ ესეთი რამე ბრძანა რომ მოდითო შევიდეთო ამ კარავშიო და აქო გადავიხადოთო პარაკლისიო. და თუ არ გადაიღო წვიმამო, მაშინ წავიდეთო და საღამოს ლოცვა რომელიც უნდა ჩატარდეს, ხო, აუცილებლად ჩავატაროთ მანგლისში. ნუ მანგლისი არ არის ახლო ახლა მაინდა-მაინც იქიდან. სადღაც შუაგზაზეა თბილისსა და კი არა თბილისთან უფრო ახლოა ვიდრე ნუ სადღაცა ესე შუაშია რა. ხო და მოკლედ წავიდეთ მანგლისში და იქ ჩავატაროთ პარაკლისი და ნახოთ მერე იქ დავრჩეთ და მერე ნახოთ თუ გადაიღო წვიმა. ნუ მოკლედ აღარ ვიცით რა უნდა ვქნათ რა. უწმინდესმა ესე ბრძანა. შევედით ამ კარავში, ყველანი დავეტიეთ, ოღონდ ძალიან ისე მჭიდროვია, ძალიან ახლო გავართ ერთმანეთთან და დავიწყეთ პარაკლისის გადახდა და თანდათანობით რაღაცნაირად დათფა და შემდეგ დაცხა, ესე იგი და რა ხდება ვერ ხვდებით ახლა ნუ ესე ცხელა რა, უკვე საშინლად ცხელა, უკვე ჰაერი აღარ არის, ხო და უწმინდესმა ბრძანა პარაკლისის დროს ეს მამა ტარიელის ამბავი გითხარით ფოკაში ცხოვრობს და ნუ მამა ტარიელი ყველაფერთან ერთად კიდე აი როგორ გითხრათ
ესე იგი როგორი არ ვიცი რა სიტყვა თქვა, აი ხელმარჯვეა თუ რაღაც ოსტატია ყველაფერს, აი ყველაფერი ის ჯვარი სხვათა შორის იმ ამ ტრაპეზი ხო დაიდგა ეს ქვისგან და იქ დგას, ეხლა დღესაც დგას ვებერთელა ალბათ ერთი 3 მეტრის არა მეტის ალბათ სიმაღლის სპილენძის ჯვარი წმინდა ნინოსი. ხო და ესე იგი ესეც მამატარიელის დადგმული ხა ფიზიკურად როგორ უნდა დადგა ეხლა წარმოიდგინეთ 3 მეტრიანი ჯვარი ხო ეხლა მაშინ ეხლა უფრო ეს ტექნიკა არსებობს რაღაცა ნუ მაშინაც იყო ეს ტრაქტორი და რაღაცა მაგრამ ადვილი არ არის და ესე იგი ეს თვითონ დაამზადა ეს ჯვარი თავისი ხელით ეს სპილენძისგან დაადუღა ესე გააკეთა ძალიან შთამბეშტავია რომ ნახავთ და რაც თავარია სპილენძი არ არის ესე იგი მაგარი ლითონი მტკიცე არ არის და ესე იგი რკინის მილი ჩაამაგრა და აი რაღაცნაირად მოახერხა და ამაზე ჩამოაცვა ეს სპილენძის ჯვარი. მოკლედ აი რაღაც ესეთი კონსტრუქცია. ხო და ეს მამატარიელი ჩვენთან არის და ეხლა წარმოიდგინეთ კარავში ვართ. და კარავია, ნუ ნაჭრის კარავია და მაღლა აქვს ძალიან ნუ ეს სახურავი და ამ სახურავზე აქვს მოკლედ ის ფანჯარასავით პატარა ფანჯარა რომელიც იღებდა პატრიარქმა მამატარიელს უთხრა ეს გახსენია ხო და ნუ ეს თუ უნდა გახსნა ჯერ უნდა გახსნა და მე უნდა აღმართო ეს კარავი ხო და არ ვიცი ხა ვერ გეტყვით როგორ მოახერხა მაგრამ საიდანღაც აძვრა და ეს ფანჯარა გახსნა როგორც კი ეს ნაჭერი გადაიწია ნუ აი ფანჯარა აემხელა დაახლოებით აემოდენა ესე ხელით შემილია გაჩვენოთ აი ესეთი აი ესე ორი ხელი ჩემი რა ეს აი ხელ ნუ შეიძლება ცოტა დიდია ესეთი ფანჯარა ესეთი კვადრატული და ეს გადახსნა ესე იგი რა მოხდა იცით აი ეს ფანჯარა რო გაიხსნა ოღონდ ეხა რაც მახსოვს იმას გიყვებით თუმცა ბევრჯერ მაქვს იმის მერე ეს მოყოლილი ამიტომ მახსოვს ზუსტად ესე იგი აი რო კინოებში არის ხოლმე ხანდახან ეს აი რაღაც აი ოქრო რო ჩამოყარო ზემოდან რაღაცა ესეთი სხივი ჩამოვიდა როგორც ჩანს მზე ადგა პირდაპირ ამას აი ესე რომ ჩამოგახსნა და ჩამოვარდა ეს ოქროს სხივი თან ეხა ხო იქ პარაკლისის დროს კმევა მიმდინარეობს და ნუ კვამლია აი ამ კვამლის ფონზე მოკლედ ეს ოქრო აი თითქოს ოქრო ჩამოყარეს ჩამოასხეს თუ რაღაცა და ეს სვეტი ჩამოვიდა მზის სხივი ჩამოვიდა და ესე იგი დადგა როგორც სვეტი ნუ ძალიან სამბეშტავე იყო ეს ძალიან სამბეშტავე იყო ოღონდ ნუ ჩვენ ახლა ცხადია რომ არც პარაკლისი გავაჩერეთ ამის გამო და არც მოკლედ ვაგრძელებთ და ნუ არ ვიცით გარეთ რა ხდება რაღაცა ხდება იმიტომ რომ ისეთი ნისლი იყო ისეთი ნუ აი ეს წვიმა ხომ მოგიყევით რუბელი რაღაც ნაცრისფერი იყო ყველაფერი გარშემო და უცებ ხედავთ ეს რაღაც აუცარი მზე და რომ დამთავრდა პარაკლისი და გამოვედით გარეთ. ნუ აი არ ვიცი როგორ მოგიყვეთ ეს რა იყო. ესე იგი გაჩახჩახებული არის ყველაფერი. საღამოა, მაგრამ ნუ მზიან ხა მთა არის მაინც და გვიან ჩადის მზე იქ. ხო და მოკლედ გაჩახჩახებული არის ყველაფერი და აღარ არის წვიმა რა. აღარ არის წვიმა და პატრიარქმა თქვა რომ წავიდეთო და ახლა გადავიხადოთო პარაკლისაო. ნუ საღამოს უცებ ჩავატარო. და რომ მივედით აი ამ ქვის მაგიდასთან ტრაპეზთან. ესე იგი ეს ჩემი შთაბეჭდილება აი ეს არის რა, რასაც მოგახსენებთ ახლა. ესე იგი ეს ხო სველი იყო, ხო? აი ჩემ თვალწინ ეს სისველე ქრებოდა. აი მირბოდა ეს წყალი წავიდა და გაშრა. აი ჩვენს თვალწინ გაშრა ეს ტრაპეზი. ნუ პატრიარქმა ბრძანა რომ სანთლები დავანთოთ. ეხა ესეც კიდე რა გითხრათ ეხა ნუ აი როგორ შეიძლება ეხა იქ ფარავნის ტბაზე სულ ქარია სულ ხო და კაი წვიმა აღარ არის მაგრამ ნუ აი სანთელი ესე იგი დავანთეთ სანთლები ნუ როგორც საღამოს ლოცვაზე ინთება ტრაპეზზე დაინთო ეს სანთლები და აი რა ვიცი თუ დამიჯერებს უნდა დამიჯეროთ აბა სხვა რა გზა არის მთელი საღამო ესე იგი ეს დიდი კელოპტრები ენთო აი ალი არ ერხეოდა რა ესე როგორც დაანთო პატრიარქმა ეს სანთლები აი ესევე ჩაიწვა ეს სანთლები ნუ დაიწყო ეს საღამოს ლოცვა
დაიწყო ეს საღამოს ლოცვა და პატრიარქს რაღაც კამე მევართვით ვატარებთ ამ ლოცვას, იქ იქნება ყველაფერი და ამასობაში ჩამოღამდა და ჩვენ კი გვაქვს ეს ფანერები წამოღებული, მაგრამ როგორც იქნა დამთავრდა ეს ლოცვა და პატრიარქი უნდა გავაცილოთ თუ არ ვცდები მანგლისში წავიდა და იქ დარჩა ღამე, იმიტომ რომ იქ იყო რეზიდენცია და გავაცილეთ პატრიარქი და ესე იგი ეს ძალიან ცნობილი თუ გაგიგიათ, უნდა გაგიგიათ, რა თქმა უნდა, 1001 ღამე რა პრინციპზე არის, ესე იგი ეს 1001 ღამე, ესე იგი პრინციპი ეს არის, რომ ეს შახი თუ მოკლედ ესე დიდი ხნის საკითხული მაქვს მეც. მოკლედ ამას უყვება ეს თავისი ახალი ცოლის ზღაპარს. და ესე იგი ზღაპარს რომ მოუყვება, უბრალოდ მეორე დილით უნდა მოკლას ეს ქალი და ამ ცოლმა შეხერაზადა ვერ ვიხსენებ ახლა კარგად. მოკლედ ეს რაღაც მოიფიქრო, რომ ღამე უყვება ზღაპარს, რომელსაც ძალიან საინტერესო ადგილზე წყვეტს, რომ ესე იგი ამან ეს არ მოკლას, რომ მე როგორ განვითარდა ეს ზღაპარი მოკლედ რაღაცა და ეხა ესეთ რამეს ვაკეთებ, ეხა რაღაც ისეთ ადგილზე უნდა დავამთავრო დღეს თხრობა, რომ შემდეგი შაბათს აქედან გავაგრძელო. მოკლედ გავაცილეთ პატრიარქი და მოbrundit ეხა, ყველანი ღამეა, უკონი ღამეა, ხო და მოbrundit ეხა უნდა წავიდეთ, ესე იგი და უნდა ვივახშმოთ, როგორც მოვახერხებთ, ის დიდი კარავი კი არის, შეიძლება შესვლა, მაგრამ არ არის აუცილებელი, იმიტომ რომ ის არის თბილა რა, იშვიათი შემთხვევა, როცა ამ დროს ღამე თბილა და თან გამშრალია უკვე რაღაცა და უნდა ვივახშმოთ და მე უნდა წავიდეთ და კარვებში უნდა დავიძინოთ ჩვენ საძილე ტომრებში და მოკლედ ეს კი ვივახშმეთ, მაგრამ რო წავედით, ახლა ვეძებთ, ჩვენი დადგმულია დღისით დავდგით. კარვები აღარ არის. არ არის, არც ერთი კარავი არ არის. ყველა კარავი არ გაგვიშლია ნაწილი ავტობუსში რაღაც, მაგრამ რამე 4-5 კარავი ქონდა გაშლილი, სადაც ვაპირებდით, რომ ღამე დარჩენილიყო. აღარ არის. ესე იგი სოფლელებს მოუპარიათ რა. მერე დიდხანს ესე იგი ესეც არ ვიცი რა გითხრათ, ეს სოფელი ძალიან ძიმე სოფელი იყო, ნამხრე ვიცით, რომ ძალიან გაჭირვებული ხალხი ცხოვრობდა. მერე როდესაც იქ მონასტერი გაიხსნა, როდესაც უფრო კარგად გავიცანით ეს ხალხი და დავიწყეთ მონასტერი ეხმარებოდა ამათ და რაღაცა რა. მე მომიწია ამ სოფელში საკარდაკარ სიარული სახლებში და ესე იგი რაც მე ვნახე, მე გეუნებით უკვე ეს 90-იან წლებში. ესე იგი აი ამ საშინელ, ზამთარში არის 40 გრადუსი ყინვა დაახლოებით, ახლა მთლიანად არა, მაგრამ ხან ისე ხანას 40 გრადუსამდე. ესე იგი წარმოიდგინეთ, რაღაც სახლი არის, რომ შედიხარ და იატაკი არა აქვს, მიწაზე ცხოვრობენ რა. აი ესეთი გაჭირვებული სოფელია და ეხლა კი მოიპარეს ის კარვები, მაგრამ გონი იმათი მადლი მოვისხით. მოწყალებასავით იყო. ესე იგი სოფლელებმა კარვები მოიპარეს. ეს ამას მივხვდით მე მოგვიანებით. მაგრამ რა უნდა ვქნათ? ეხლა წარმოიდგინეთ რა, ღამეა, ღიაცის ქვეშ ვართ და კარვები აღარ აქვს რა. მოკლედ აქ შევჩერდები. და ესე იგი მე გავაგრძელებ ამ თხრობას. აი ეს გამოსავალი რაც მოუნახეთ რა მაშინ მოუნახეთ. რა უნდა ვქნათ? ამან განაპირობა მე კიდე მომავალში ის რასაც დღეს წმინდა ნინოს გზა, აი რასაც ეს ქვია, ერთ-ერთი მთავარი ცენტრალური მოვლენა ეს იყო. მე კი ამით დღეს გემშვიდობებით ღმერთმა დაგლოცოთ, ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა!